ყველაზე ხშირად მეკითხებიან კვიტო რამე დეტექტივი მირჩიო და გადავწყვიტე რომ ტოპ 10 დეტექტივი გირჩიოთ ყველა დროის. ამიტომ შეინახეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ მაგარი ფილმები უნდა გამოუშვა. სანამ საქმეზე გადავალ, ჩემი YouTube არხიც გამოიწერეთ, ოთხშაბათს დავდებ ძალიან მაგარ პოდკასტს. საინტერესო სტუმარი მყავდა, მხატვარი და კინოთმცოდნე და დავუსვი თავარი შეკითხვა. რატომ დაენძრა კინოს? YouTube-საც ჩაუჯექით. დევიდ ფინჩერის დეტექტივების გარეშე რა თქმა უნდა ამ სიას კაპიკი არ ექნებოდა ფასი, ამიტომ პირდაპირ 3 ფილმი გავიყვანე ერთდროულად. ზოდიაკი, 7 და გოგონა დრაკონის სტატუთი. სამივე აუცილებლად სანახავი ფილმია. მეორე არის დენი ვილნევის Prisoners, სადაც მთავარ როლს ჯეიკ ჯილენჰალი და ჰიუ ჯეკმანი განასახიერებენ. Chinatown, რომან პოლანსკის კლასიკა, აუცილებლად სანახავი, ჯეკ ნიკოლსონი მთავარ როლში. ჯონ ჰუს Memories of Murder. ამ ფილმზე საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს, არადა ჟანრის კლასიკა არის. ამ ბევრი ცნობილი რეჟისორის ინსპირაციის წყაროა. Spike Lee's Inside Man. შედარებით უფრო მსუბუქი, მაგრამ არანაკლებ ჭკვიანურად გადაღებული დეტექტივი, მთავარ როლში დენზელ ვაშინგტონი, კლაივ ოუენი და ჯოდი ფოსტერი. კრისტოფერ ნოლანის Insomnia, სადაც მთავარ როლებში ალ პაჩინო და რობინ უილიამსი თამაშობენ. ესეც აუცილებლად სანახავი. კლინტ ისტვუდის შედევრი, ძალიან მძიმე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დრამა თრილერი დეტექტივი, სადაც მთავარ როლებში შონ პენი, ტიმ რობინსი, ორივე ოსკარი აიღო ამ ფილმში და კევინ ბეიკონი განასახიერებენ. Wind River, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დეტექტიური თრილერი, რაც ბოლო წლებში გამოსულა, საკმაოდ დაუფასებელიც და მგონია რომ უფრო ბევრ ადამიანს უნდა კონდეს ნანახი დეტექტივების მოყვარულებს ყველას გაგისწორდებათ. მთავარ როლში არის ჯერემი რინერი და ელიზაბეთ ოლსენი. რა თქმა უნდა, ეს სია სრულყოფილი ვერ იქნება კრავთა დუმილის გარეშე. პირველი ნაწილი ენტონი ჰოპკინსის გენიალური პერფორმანსი და ჯოდი ფოსტერის არანაკლები შესრულება. ჩაუჯექით და დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რომელი დეტექტივები მოგწონთ, რომელს გაუწევდით რეკომენდაციას.